ბიზნეს ასოციაციასა და საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში საავტორო უფლებების გამოყენების ახალი პირობები დადგინდება და ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ამასთან საავტორო უფლებათა ასოციაციამ საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებაზე ახალი ტარიფები დაადგინა. როგორც ასოციაცია ეცხადებენ, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებები საავტორო უფლებების დაცვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მოხდა ოპტიმიზაცია ტარიფების და საბოლოო ჯამში პრინციპი და მთელი ჩვენი ამოცანა იყო ორ რამზე მიმართული. პირველი, რომ გასაკურველია ჩვენ არ გავექცევით და დავიცავთ სხვა ადამიანების შრომას, სწორედ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების და საავტორო უფლებების დაცვა და მეორე, ასევე გავუფრთხილდებით და ტარიფების ოპტიმიზაციის გზით მოვახერხეთ ის, რომ ჩვენი კომპანიები უფრო ნაკლებ თანხას გადაიხდიან და მათ უფრო მეტი мотиваცია ექნებათ, რომ მათ სავაჭრო ობიექტებში გაჟღერდეს სხვადასხვა სახის მუსიკალური ნაწარმოებები. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ავტორმა მიიღოს მეტი შემოსავალი, ხოლო ბიზნესმა კიდევ უფრო ადვილად შეძლოს საავტორო უფლების გამოყენება. მოხდა გარკვეული კორექტირება და დადგინდა მასტიმულირებელი ზომები, რომელიც ბიზნესს მისცემს მეტ სტიმულს იმისთვის, რომ მეტად დაიცვან საავტორო უფლებები და გარდა ამისა, ამ მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ, რომ არაერთი სხვა პროექტის განვახორციელოთ, რომელიც საბოლოო ჯამში დაეხმარება საავტორო უფლების დაცვას. თბილისში ჭავჭავაძე